Hualing, Tbilisi dənizinin yeni şəhəri, ekoloji təmiz mühitdə yaşa, qiymətin 10%-ni ödə və yeni mənzilə köç. Əlaqə nömrəsi 277 88 88. Aristonix თავაზობთ იტალიური ქვაბების ყველაზე დიდ ასორტიმენტს საქართველოში. იტალიური ხარისხი და დიზაინი, კომფორტი, სიმარტივე, უხმაურო მუშაობის რეჟიმი. ამ ყველაფერს იტალიური არისტონის ცენტრალური გათბობის ქვაბები გვპირდებათ. არისტონი, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. Azərbaycan Texnologiya Universiteti orta təhsil atestatına sahib olan və milliyyətindən asılı olmayaraq tələbə olmaq istəyən Gürcüstan vətəndaşlarını müsahibə yolu ilə təhsilə cəlb edir. Təhsil Azərbaycan və Rus dillərində tədris olunur. Əlavə məlumat üçün 599 96 96 41 nömrəsinə zəng edə bilərsiniz. წარმოუდგენელი აქცია ჩასაშენებელ ტექნიკაზე ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინეთ სამეული 799 ლარიდან ან დაზოგი 1000 ლარამდე Bosch-ის და Gorenies ნაკრებზე. Hualing, Tbilisi dənizinin yeni şəhəri, asan əldə 10 illik kreditli əmək haqqı istinad olmadan. Əlaqə saxlayın 277 88 88. მსოფლიო ლიდერი ბრენდის 62 წლიანი გამოცდილებით Demir Documi წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. Demir Documi. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ულტრათანამეტროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ყრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. აზერბაიჯანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ატესტატის მქონე სტუდენტობის მსურველ ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს საშუალებას ჩააბაროს უნივერსიტეტში. სწავლა მიმდინარეობს რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599 96 96 41. Hitachi's მაცივრების დიდი არჩევანი ელიტ ელექტრონიქსში. შეიძინეთ 799 ლარიდან. ელიტ ელექტრონიქსი, Hitachi's ექსკლუზიური პარტნიორი. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ Vespo გთავაზობთ. Vespo, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. Hualing, Tbilisi dənizinin yeni şəhəri, yeni optimal planlaşdırılmış 1, 2 və 3 otaqlı mənzillər. Əlaqə nömrəsi 277 88 88. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ერთიანი კავკასია დასრულდა. ფესტივალის ბოლო დღეს უცხოეთიდან მოწვეულ მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად მარნეულის ცეკვის და მუსიკის ანსამბლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა ნომრები. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი უკვე მესამე წელია ტარდება მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამი მეზობელი კულტურის გადაკვეთაზე: საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ფესტივალის მთავარი მიზანია შექმნას შთამაგონებელი და უსაფრთხო სივრცე სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის. შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან კავკასიამ უმასპინძლა მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს. ფესტივალის პარტნიორები არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტრო, ვარშავის მერია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
бюджет. Это тоже программа по პირველ რიგში ერთიანი კავკასია მხოლოდ ფესტივალი არ არის. ჩვენი ედუკატორები და მასწავლებლები სხვადასხვა სოფლებში წავლენ ტრენინგების ჩასატარებლად. მეორეც ფესტივალი მოსახლეობისთვის ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსული სტუმრები. იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი კიდევ გაგრძელდება. მე ვიტყოდი, რომ მთლიანობაში ფესტივალი ერთიანი კავკასია ძალიან კარგი იყო წელს. მე აქ დასასვენებლად ჩამოვედი, საქართველოში არ ვცხოვრობ. ჩემმა ამხანაგმა მითხრა ფესტივალის შესახებ. ძალიან მომწონს აქაურობა. კარგი ადგილია. ყველას ვურჩევ, რომ ყოველ წელს ჩამოვიდეს აქ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მარნეულის ახალგაზრდულმა გენდერულმა კლუბმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. ტრენინგი გენდერული ადვოკატირების კუთხით გაიმართა. მსგავსი გენდერული კლუბები საქართველოში 4-ია. მეორე წელია სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის ხარდაჭერით ხარს უჭერს მარნეულის ახალგაზრდულ გენდერულ კლუბს. ასეთივე გენდერული კლუბია ახალციხეში, ნინოწმინდაში, ბორჯომში და მარნეულია სულ 4 გენდერული კლუბია. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები. შარშანდელი გენდერული კლუბის წევრებიდან შეირჩა 4 მონაწილე, რომელიც მენტორ-ტრენერია და უკვე ეს მენტორ-ტრენერები მუშაობენ ახალგაზრდებთან და მთავარი მიზანი არის, რომ მარნეულში პირველი პრეცედენტია, როცა ახალგაზრდები ერთიანდებიან იმისთვის, რომ იყვნენ ლიდერები, ფლობდნენ კარგ კომუნიკაციურ უნარებს, იცოდნენ ის უნარჩვევები, რაც სჭირდება ადვოკატირების კამპანიას და ეს ყველა რესურსი მოახმარონ სწორ გენდერული საკითხების მენეჯმენტს და გენდერული საკითხების წამოწევას მუნიციპალიტეტის დონეზე. ეს არის რამდენიმე საათიანი, ახლა არის ადვოკატირების კამპანია. შაბათს ჰქონდა ფილმის ჩვენება გრძელი ნათელი დღეები, რომელიც ნაადრევ ქორწინებას და თინეიჯერებში არსებულ პრობლემებს ეხებოდა და მუდმივად თვეში 2 ჯერ გვაქვს სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ეხლაც მაგალითად ბაკურიანში აქვთ უკვე ჩვენს მენტორ-ტრენერებს გენდერულ საკითხებზე უნდა ჩაუტარონ ტრენინგი, რომ მე ამ მენტორ-ტრენერები დაბრუნდნენ მარნეულში და თვითონ ჩაატარონ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ტრენინგები. ეს არის მოკლედ ხანგრძლივი პროცესი, დეკემბრამდე გრძელდება პროექტი. ეს ტრენინგი, რომელიც გენდერულ კლუბის ფარგლებში თარდება ადვოკატირება, ჩემთვის ეს უახლოესია, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის პირველი ტრენინგია, საერთოდ არ გავლილი ვარ ადვოკატირებაზე, რას ნიშნავს ადვოკატირება. დღეს გავივილი ადვოკატირების ტრენინგი და ძალიან მომეწონა ეს ტრენინგი, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რაღაცა სიახლეები რაღაცა იყო ინფორმაცია. მარნეული მუნიციპალიტетinin Çerakui kəndində beynəlxalq musiqili festival Vahid Qafqaz sona çatdı. Festivalın son günündə xaricdən dəvət olunmuş musiqi qrupları ilə bərabər Marneulin rəqqas qrupları da müxtəlif nömrələrlə çıxış etdilər. Qeyd edək ki, festival Marneulda 3 ildir davam edir və 3 qonşu ölkənin, Azərbaycanın, Gürcüstanın və Ermənistanın mədəniyyətini təbliğ edir. Festival Marneul munisipaलिtetinin dəstəyi ilə həyata keçir. Festivalın ortaqları Marneul munisipaलिtetinin icra hakimiyyəti, Gürcüstanın Abidələri Mühafizəsi Nazirliyi, Polşanın Mədəniyyət və Milli İrs Nazirliyi, Varşava Meriyası, Amerika Birləşmiş Ştatlarının Gürcüstandakı səfirliyi və Gürcüstanın Fransız İnstitutudur. Гражданский бюджет. Это тоже İlk öncə qeyd edib ki, bu bir tək festival deyil, bizim müəllimlərimiz və edukatorlarımız Gürcüstanın müxtəlif bölgələrinə gedib təlimlər keçirəcəklər. Festival əhali üçün çox maraqlıdır və müxtəlif ölkələrdən festivala qatılmağa gələn qonaqlar da var. Ümid edirəm festival yenə davam edəcək. Çünki də falan yerdə festival var. Təklif elədi, mən də gəldim,
xəbərlə gəldim ki, bura mən xoşuma gəldi, gözəl yerdir, qəşəng yerdir bura. Amma təklif edirəm ki, bax belə vətənə gəlsin, torpağa gəlsin, bax belə şadlıq keçirək. Marneolinin mülki məşğulluq mərkəzində Marneolinin Gənc Gender klubu gənclərlə görüşdü. Gürcüstanda bənzər 4 gender klub var. მეორე წელია. Təlimləri artıq 2-ci ildir ki, həyata keçirir. Sançxi Cavaxetinin mətbuat mərkəzi, Milli Demokratiya İnstitutu NDA-nın dəstəyi ilə. Bənzər gender klubların sayı Gürcüstanda 4-ü təşkil edir. 4 mentor trener gənclərlə bərabər işləyir. Nəticəli görüşdü. Çox heç olmamışam bu treninqdə. Yəni belə bir treninqdə advokat haqqında. Ona görə özümə yenilikdir bu advokat.